გამარჯობა. თუ შენ ცხოვრებაში ხშირად ხვდება საათზე ერთი და იგივე დრო, როდესაც ეკრანს დახედავ, ეს უბრალოდ ამთხოვა არ არის, ეს არის ნუმეროლოგიურად შენი მფარველი ენერგიის ნიშანი იმისათვის, რომ დაგაფიქროს, რა გადაწყვეტილებასაც ახლა აკეთებ, ან რაზეც ფიქრობ, რამდენად დადებითი და წარმატების მომტანია ის შენთვის. თუ შენს ცხოვრებაში მოულოდნელად ბრუნდებიან ადამიანები, ეს ხშირად ნიშნავს იმას, რომ რაღაც წარსულის გაკვეთილები კარგად ვერ ჩახურე, ვერ დაამთავრე და სამყარომ ისევ გამოგიგზავნა გამოცდად და გაკვირდება, ისწავლე თუ არა ჭკუა. თუ შენი გეგმები ხშირად იშლება და არ ვითარდება ისე, როგორც საჭირო არის, შესაძლოა ეს მხოლოდ ენერგეტიკული ბლოკი კი არა, სამყაროს ნიშანი იყოს იმისათვის, რომ დაგაფიქროს, ხომ არ ჯობს, რომ ახლა შეჩერდე, ხომ არ ჯობს, რომ უბრალოდ ნავიგაცია შეცვალო და სხვა გზას გაყვე. ხშირად არის ხოლმე დასმული შეკითხვები, მაგალითად, წყვილ ციფრებთან მიმართებაში და ამას აქვს თავისი მნიშვნელობა საათზე, როდესაც მაგალითად 11:11:22 და ასე შემდეგ სხვადასხვა ციფრი გვხვდებათ. უბრალოდ დაბადების თარიღიდან გამომდინარე ინტერპრეტაცია იცვლება, იმიტომ რომ ენერგეტიკულად ყველა ციფრს სხვადასხვა ტიპის გავლენა აქვს ადამიანებზე, ამიტომ ეს მართლაც რომ პირადი კონსულტაციის საგანი და საკითხია, ამიტომ საჯაროდ მოვერიდები და რაღაცა პაპსათემებს არ გამოვიტან, არ იფიქროთ, რომ ეს მივიყრუე, უბრალოდ სერიოზული არ არის, რომ ეს ზოგადი სპექტრით განვიხილო, ანგელოზის საათები. რაც შეეხება ნიშნებს, ჩემოკარგებო, ჩემი რჩევა იქნება, რომ ყველგან არ ეძებოთ მაინც და მაინც პასუხი. ხანდახან აი რაც გადავთვალეთ, ხომ, ეს არის სამყაროს ენა, რომელიც მინიშნებას გაძლევს, რა გაქვს შესაძლებელი და რაზე გაქვს ყურადღება მისაქცევი და მაინც ეს არ მოისაზრებს, რომ ან ქუჩაში გაივლი და გაიხედები, გამოიხედები უძინარ თამზეში როა, ხო და დიდი ტომრით ფული შეგხვდება, ან რომ სარფიანად გათხოვდები და ასე შემდეგ. ეს ნიშნები ამდენად იაფასიანი დატვირთვის, როგორც წესი არ არის ხოლმე. ამიტომ არც ყველაფერია ენერგეტიკული ბლოკები. მიაქციეთ ამას ყურადღება, მიყვარხართ ყველა, გისურვებთ წარმატებას, ბედნიერებას, სიხარულს, სიყვარულს, ღვთისწყალობას და მომავალ შეხვედრამდე მალე დაგიბრუნდებით.